ვიწყებთ ახალ ბედის მატრიცის განხილვას კონკრეტული ადამიანის და ვიწყებ ამ ადამიანის რესურსით, ამ ადამიანის შინაგანი სამყაროს ცენტრით, მისი სულიერი მხარით. მოდით დავიწყოთ. ალბათ ხედავთ, აი ამ 11 რიცხვს და აი ამ 11 რიცხვს. პირველად შემხვდა ჩემი პრაქტიკის მანძილზე, როდესაც ადამიანის პორტრეტს ვხსნი ბედის მატრიცაში და ვხედავ, რომ მისი, ასე ვთქვათ, სავიზიტო ბარათი, მისი ავატარი, მისი ფორმა, მის შესახებ შეხედულებები ადამიანების მიერ, ხო, როგორ აღიქვავენ ამ ადამიანს და შინაგანი მხარე და შინაგანი არსებობა არის ერთი და იგივე. ანუ არ არის განსხვავება. ადამიანი ზუსტად ის არის გარედანაც, როგორც არის შიგნით. ამაზე არ არის ლაპარაკი, რომ სხვები მალავენ, სხვები ფარავენ, მაგრამ ნახეთ, ადამიანების უმრავლესობას, რატომ უმრავლესობას? იმიტომ რომ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ პირველი შემთხვევა არის ჩემი პრაქტიკის მანძილზე, როდესაც ორივე ენერგიაში, ასე ვთქვათ, სავიზიტო ბარათშიც და კომფორტის წრეშიც დაჯდა ერთი ენერგია. და აქ იმაზე კი არ არის ლაპარაკი, რომ ვიღაცებს ნიღბები აქვთ, მალავენ, იტყუებიან, არა. ადამიანებს აქვთ რაღაცაზე ნებადართულობა, რომ გამოამჟღავნონ, რაღაცა თვისებებს ასაჯაროვებენ და რაღაცას იტოვებენ ინტიმურად, რომელსაც არ აჩვენებენ სხვებს, ფარავენ. აი ამ შემთხვევაში ეს არ ხდება, ზუსტად ისეთია ეს ადამიანი, ანუ თქვენ ვის ბედის მატრიცასაც განვიხილავ, ზუსტად იგივე წარმოდგენა აქვთ ადამიანებს თქვენზე, როგორიც ხართ სინამდვილეში აბსოლუტურად. მოდი ახლა ვთქვათ, რა არის ეს თქვენი მახასიათებელი. პირველ რიგში ეს არის ღმერთისგან. პირველ რიგში, რაც ყველასთვის თვალში საცემია ხოლმე, ამ ენერგიის მატარებლებისთვის და რატო აქვს ეს ენერგია მინიჭებული ხოლმე ადამიანებს, ეს არის რაღაც, მოდი ვიტყვი ამ სიტყვას, ადამიანებისთვის საკვირველი და უცხო ძალა და ენერგია. დიახ, ეს ადამიანები რაღაცა დიდი, ნახეთ, თუ ყველა ადამიანს გვაქვს სხვადასხვა ხარისხის, მოდი ვიტყვი, ერთი ელემენტი, ამ ადამიანებზე შეიძლება ვთქვათ, რომ აქვთ საუკეთესო ხარისხის 3, 6, 9 ელემენტი. აი ძალიან განსხვავდება და თვალში საცემია, რამდენი შეუძლიათ, რამდენს აკეთებენ, რამხელა რესურსი აქვთ და რატო აქვს ღმერთისგან, სამყაროსგან მინიჭებული ადამიანს ეს ენერგია. ეს ადამიანები არიან ძალიან დიდი მოტივატორები სხვა ადამიანებისთვის, ძალიან დიდი დამხმარე ძალები და რაღაცა მისია აქვთ, რომ მოდი ესე ვთქვათ, ნახე, სხვადასხვა საკითხში, სხვადასხვა სფეროში მიეხმარონ არათუ ადამიანს, ადამიანების დიდ რაოდენობას მძიმე ჯვრის სიტყვაში. და ამ შემთხვევაში, ნახეთ, მე როგორ ვთქვი, აი ორი ძალიან მთავარი ცენტრალური ენერგია აქვს, ეს 11 ენერგია, ამ ძალის ენერგია. გამოირჩევია, როგორც ვთქვი, ძალიან დიდი ენერგიულობით, ფიზიკური ძალით, ჯანმრთელობით და ყველაფერს აკეთებენ
იქიდან გამომდინარე, რომ ეს ენერგია ძალიან აქვთ მოჭარბებული ჩქარას, სწრაფად, დაუღლელად. აი, ასეთ ადამიანებს შეუძლიათ ადგრენ ძალიან ადრე, ივარჯიშონ, წავიდნენ სამსახურში, დაიღალნონ, ანუ სხვები დაიღალნონ, მაგრამ ეს მოვიდეს. სახლშიც გააკეთოს ბევრი საქმე, საერთოდაც არ ეტყობოდეს დაღლა. შემდეგ აი რაღაცა კარგ დასვენებელზე რო არის ხოლმე რაღაცა ძალიან მაგარი სექსიც გქონდეს, სხვათა შორის 11-იანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის კარგი ჯანსაღი, ენერგიული, სექსუალური კავშირები და ურთიერთობები და მაინც არ იყოს დახლილი. ხო, ასეთი საოცარი ენერგია ეს სამიანი. და როგორ თქვი, ეს არის მათი ფუნქცია, რომ სხვა ადამიანებს დაეხმარონ. ძალიან ხშირად არიან რუსულად კარგად ჟღერს ტრუდაგოლნიკები, ქართულად როგორ არის, შრომის მოყვარე კიდე სხვა რამეა. ესენი არიან ადამიანები, რომელსაც უყვართ შრომა. შრომობენ, ამაში გადაეშვებიან უსასრულოდ და ვერ გრძნობენ დაღლას. მაგრამ ერთი რამე მინდა რომ იცოდნენ და გაითვალისწინონ, მე ვთქვი რომ სხვა ადამიანებისგან განსხვავებით თუ სხვას ერთი ელემენტი აქვს, ამათ აქვს რამლობითი რიცხვის ელემენტები, მაგრამ თუ დაჭდა ეს ელემენტი, ანუ თუ გადაიქანცნენ, ანუ სანამ არ დაჭდება ვერ გრძნობენ ამ დაღლას, მათ სჭირდებათ კარგი ხარისხიანი დასვენება. და არავითარ შემთხვევაში თუ 11 ენერგია იგრძნობს, რომ არ აქვს რესურსი, დაიღალა, ესე იგი კი არ დაიღალა, დაიქანცა ის უკვე და აუცილებლად უნდა დაისვენოს. დასვენება ნიშნავს დასვენებას და არა იმას, რომ აი დავისვენებ და ასე ვთქვათ თან გავაკეთებ რაღაცას. ანუ ნახე სიტყვაზე მარტივ საქმეს რაც არ დამღლის. არა, უნდა დაისვენოს, რასაც ქვია სრულყოფილი დასვენება. არ ჩაანაცვლოს ერთი საქმე მეორეს საქმით. ეხლა კიდევ ერთი რამ. აუცილებელია ამ ენერგიის მქონეებისათვის ფიზიკური დატვირთვა. ძალიან კარგად გრძნობენ თავს თუ მაგალითად ფიზიკურ სამუშაოს აასრულებენ, იმიტომ რომ ეს მოზღობებული ენერგია უნდა გამონთავისუფლდეს რაღაცით და შეიძლება ბევრი საქმე აკეთოს, მაგალითად მენტალური ხო სიტყვაზე, მაგრამ ეს არის ის ენერგია, რომელსაც სჭირდება ფიზიკური ძალის და ენერგიის გამონთავისუფლება. ამიტომ ძალიან კარგია თუ ეს ადამიანები შეასრულებენ რაიმე ფიზიკურ სამუშაოს, მიწასთან სამუშაოებს და ასე შემდეგ, რასაც ფიზიკური ძალა სჭირდება. ძალიან კარგია თუ აქტიური სპორტით დაკავდებიან, მაგალითად არ ურჩევთ 11 ენერგიის მქონეებს იოგით დაკავებას, აკვაერობიკით დაკავებას, ცეკვით დაკავებას, ამათთვის არის კარდიო ვარჯიშები, ესეთი აქტიური ძალოსნური სპორტები, ხო? აი ესეთი რაღაცა რომ გამონთავისუფლდეს. ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ფიზიკურ სილამაზეს, სხეულის ტანადობას, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ამ ენერგიისთვის, ესე ვთქვათ, ინდიკატორივით არის, თუ წონა გაექცა, ანუ ვის ენერგიასაც ახლა განვიხილავ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ არ აკეთებთ იმ საქმეს, არ ხართ იმ მისიაში, რაც უნდა გააკეთოთ. აი პირდაპირ მაჩვენებელი არის იმისა, რომ უნდა მოტრიალდეს და აუცილებლად იმოქმედოს სწორ ენერგიებში. და ისევ, რატო დაიბადა ეს ადამიანი გაორმაგებული ამ ისედაც ძლიერი 11 ენერგიით. საქმე იმაშია, რაც თავიდან დავიწყე და რაც თავიდან ვთქვი და აი მე მინდა გაჩვენოთ ამ ენერგიის გამომსახველი არკანი, აი ესეთი არკანი, რომ ეს ადამიანი თავის გარემოცვაში უნდა იყოს იმ როლში, მოდი ვთქვათ, რომ ყველა ადამიანი რაღაც როლში ვიბადებით ამ ცხოვრებაში, იმ როლში, რომ სხვა ადამიანებს აჩვენოს სიმტკიცის გამძლეობის მხარში დგომის და რაღაცა
მძიმე მისიის ჯვარი ვახსენე მე, აი მძიმე მისიის გადატანაში, ამ მძიმე ჯვარის გადატანაში, რაღაცა მაშველი რგოლები არიან, აი ამ ცხოვრებაში რომ ვთქვათ, როგორც მაგალითად მეხანძრეები, ხო? აი როგორი პროფესიაა, ხო? მაშველი პროფესია მაშველი, რომ თავის სიცოცხლეს, თავის ჯანმრთელობას, თავის ენერგიას გადადებს, შესწირავს, ოღონდ ვიღაც იყოს კარგი. აი მსგავსი ენერგია შემოაქვთ დედამიწურ ველში ამ ადამიანებს, იმ ადამიანებისთვის, ვინც არიან მათ ირგვლივ. რაღაცა სიმძიმის გადაგორებაში, დიდი ლოდის გადაგორებაში მათ უნდა იტვირთონ ეს და ამიტომ სამყარო აი მისცა ამ კონკრეტულ ადამიანს აი ესეთი ძლიერი ენერგიები, ხო, თან გაორმაგებული. ძალიან საინტერესოა, რომ ეს ენერგია გადმოეცა მემკვიდრეობით ჯაჭვზე თუ მიდგება საქმე დედის მხრიდან, მამაკაცებიდან, ანუ დედის მხრიდან ბაბუებიდან, ან პაპებიდან, ასე ვთქვათ, მოდის ეს ენერგია, ეს ძალა, მას აქვს ასევე ქალებთან ურთიერთობაში ეს ენერგია, რაც ნიშნავს, რომ მის ცხოვრებაში მყოფი ქალებისთვის უნდა იყოს, არ ვიცი, როგორ გითხრა, აი ხა ვიდეო გამახსენდა, უცებ ეს ასოციაციური მახსოვრება მაქვს და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს გექნებათ ეს ვიდეო ნანახი. აი პატარა ბავშვები რო გადადიან და რაღაცა ესეთი ჩასავარდნივით არის რა, ნამდვილი ვიდეოა და ალბათ დაძმანი არიან და ეს ძმა რო გაწვება ხიდივით და გადავა ზურგზე ფეხებით და გადაიყვანს სამშვიდობოს. აი რაღაცა ესეთი მისია უნდა აიღოს ქალებთან დაკავშირებით, რომ მათ რაღაცა სიმძიმე, ტკივილი, ჯაფა თუ ასე შემდეგ გადაატანინოს. არ აქვს მნიშვნელობა, ხალია თუ კაცია. ეხლა ამ ენერგიის, ამ მატრიცის მატარებელი არ აქვს მნიშვნელობა. ორივე შემთხვევაში ქალებისთვის უნდა იყოს ეს აი ზურგი, ძლიერი ზურგი რო იტყვიან, რომელიც აიფარება ქარიშხალსაც, ეტყვასაც, ძლიერ წვიმასაც, ნიაღვარსაც და დაიცავს. აი ესე ვთქვათ, ქალების დიდი დამცველი და ეს უნდა იყოს. არ აქვს კიდევ ერთხელ ვიტყვი მნიშვნელობას, ახლა ეს მატრიცის მფლობელი ქალია თუ კაცი არის. ასევე ფინანსებშიც აქვს, თუმცა ფინანსებს ცალკე განვიხილავ. ძალიან ასე ვთქვათ, ეს 11 ენერგია ხედავთ ალბათ აქ დოლარის ნიშანს და ეს მანიშნებელია, რომ რაღაც ფიზიკური, აი პირდაპირ გაგებით ოფლი უნდა ჩაიდოს მის ფინანსების მოპოვებაში მისი მხრიდან. აი ეს მენდოდა მე თქვა ამ ეტაპზე პირველ ნაწილში ამ ადამიანის რესურსზე, მის ავიზიტო ბარათზე, მის შინაგან ცეცხლზე, რეზერვზე, ენერგიაზე და დიდ მისიაზე, რომელიც აი ესე ჩანს, რომ იმდენად ძლიერი ძალა აქვს, რომ ცარიელი ხელებით შეუძლია ლომი მოათვინიეროს და გაანეიტრალოს. თქვენ გაქვთ ამის ძალა, ამის რესურსი მოგცათ მაღალმა უფალმა და ალბათ ხვდებით, რომ არც თუ ისევ მიზეზოდ არაფერი არ ხდება ამ სამყაროში. ამით გემშვიდობებით, ამ თემასთან დაკავშირებით და შემდეგ ვიდეოში უკვე განვიხილავთ კარმულ შოლს, როგორც მე ვეძახი, ანუ რა მძიმე ენერგია გაქვთ წამოღებული წინა ცხოვრებიდან დასამუშავებლად. დროებით თქვენ ნათია შაი, ეს არის ჩემი არხი, არ დაგავიწყოთ არხის გამოწერა.